მინერალური წყლების არსებობა საქართველოში არავის უყვირს. სამწუხაროდ არც ის, რომ მათი დიდი ნაწილი უსარგებლოდ იღვრება. ზუგდიდის რაიონშიც ცაიშის წყლები გამოყენების გარეშე დარჩა. განადგურებული კურორტი ჟურნალისტ მაკა სამუშიას და მარად ფარცვანიას ობიექტივში მოხვდა. ცაიში მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივი წყაროები. სამწუხაროდ ცაიშის საკურორტო სანატორიუმი დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს. ის დღეს მეტად სავალალო მდგომარეობაშია. ცნობილი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ცაიშის მინერალური წყლები როგორც სამკურნალო საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი. მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ამ წყლის ღირსებები ხალხს უკვე აღარ სწოდნია. როგორც ჩანს, იგი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები ამჩნევდნენ, რომ ამ წყალს სასმელად განსაკუთრებით ეტანებოდა პირუტყვი. ამ პერიოდში ცაიშის მინერალურ წყალს ყურადღება მიაქცია იქ სტუმრად ჩასულმა მოქალაქე ჯაბა ჩხოლარიამ. მან ეს წყალი ფერით, სუნით, გემოთი, პიადიგორსკის მინერალურ წყლებს შეადარა და რადგან რევმატიული დაავადებებით იყო შეპყრობილი, დაიწყო აქ აბაზანების მიღება. რამდენიმე ხანში მკვეთრი გაუმჯობესება იგრძნო. ამის შესახებ უამბო ადგილობრივ პროვიზორს ილიკო მეუნარგიას, რომელმაც 1906 წელს მოსკოვში გააკეთებინა ამ წყლის ანალიზი, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შეიცავს გოგირწყალბადს და მასში სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებათა დიდი მარაგი აღმოაჩინა. თუმცა ეს არ არის მარტო ის მაგალითები, რაც ამ წყლის მნიშვნელობაზე მეტყველებს და ამის შესახებ წლების წინ სწორედ ცაიშის სანატორიუმში მომუშავე პერსონალი თავად გვიამბობს. მთელი ბანეოლოგიური კურორტოლოგიის ინსტიტუტი ჩამოდიოდა და ამაზე მუშაობდნენ, რამდენი დისერტაცია დაიწერა, რამდენი გამოკვლევები, ყველაფერი და მოკლედ ძალიან რთული შემადგენლობის წყალი და ეს წყალი რას უხდებოდა? ძირითადად გინეკოლოგიური დაავადებები, რომელიერთ უშვილობა, ანთებები, მაგალითად ქალური ანთებები იყო, მე განუვითარებელი საშვილოსნო იყო, მილების დახურვა რო იყო, გამავალი მილები არ ქონდა ქალს და ამას აფართოებდა და ამას იყო არეშენიები, გამორეცხები და ამით ეს ქალურ დაავადებას კურნავდა. მერე კანის დაავადება. მაგაზე მოკლედ ძალიან დიდი ის ქონდა პერსპექტივა ამ წყალს. კანის დაავადებულებში რა შედიოდა? ნევროდერმიტი, ეგზემა, ფსორიაზი. აი ამაზე მკურნალობდა ეს წყალი, მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგი ჰქონდა. ირკვევა, რომ 1951 წელს გეოლოგიური საძიებო სამუშაოების წარმოებისას ცაიში აღმოჩენილი იქნა 83 გრადუსიანი ტემპერატურის რთული ქიმიური შემადგენლობის მინერალური წყალი. 1956 წელს ძველი მინერალური წყაროების რაოდენობიდან 700 მეტრის დაშორებით ღრმა ჭაბურღილიდან მიღებული იქნა ახალი ტიპის ცხელი მინერალური შადრევანი 83 გრადუსიანი ტემპერატურის. გარდა აღნიშნული წყაროებისა, ცაიში არსებობს მინერალური წყალი, რომელშიც გოგირწყალბადის რაოდენობა 100 მგ-ია litrში. აქ არის აგრეთვე სოდიანი წყალი, კუჭის წყალი და ცივი აბანო. ცაიშის ძველი მინერალური წყლების ამოსვლის რაიონში 2-3 მეტრის სიღრმეზე მიწისფენა კუპრისფრადაა შეღებილი. ავადმყოფები ძველი დროიდანვე იყენებდნენ როგორც სამკურნალო ტალახს. ეს ტალახი კონსისტენციით რბილია, აქვს გოგირდის სუნი. ცაიშის წყალი კურნავს სახსრების ქრონიკული რევმატიზმით დაავადებულებს. ასევე ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებით ჩატარებული მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა დისტროფიული და ტრავმული ათრიტების შემთხვევაში. ცაიშის მინერალური წყლების გავლენით იცვლება ნერვიული სისტემის ფუნქცია. იგი იწყებს ნორმალიზებას, ახსნებადობა მკვეთრად მცირდება, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ასევე ცაიშის წყლების მოქმედება დადებითი აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა სისტემების მთელ რიგ დაავადებათა შემთხვევაში. საქართველოს მასშტაბით ძალიან დიდი ბევრი ხალხი ჩამოდიოდა დასასვენებლად და სამკურნალოდ. ემსახურებოდა გინეკოლოგიურ დაავადებას, თერაპიულს და კანის დაავადებებით დაავადებული ხალხი ჩამოდიოდა. ჩამოდიოდა ქერტლიანი ხალხი, მიდიოდა გასუფთავებული. ჩამოდიოდნენ ყავარჯნები და ყავარჯნებს იქ ყრიდნენ და მიდიოდნენ თავისუფლად, რომ შეეძლოთ მოძრაობა ისე. ეს თანდათანობით უფრო დაიხვეწა და გახდა ისტორიული მნიშვნელობის კურორტი. ცაიში საკმაოდ რაოდენობით მკურნალობდნენ ჰიპერთონული დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფები. ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებს კარგად იტანენ ისეთი ავადმყოფები, რომლებსაც წნევა 200-220 აქვთ. ასეთ ავადმყოფებს ექიმის ნებართვის შემდეგ მეტად დიდი სიფრთხილით ენიშნებოდათ წყლის აბანოები. კვლევების და ანალიზების შემდეგ კურორტზე სამკურნალო ჩამოსულ ავადმყოფთა საკმაოდ დიდ კონტინგენტზე დაკვირვების შემდეგ შემჩნეულია, რომ ცაიშის ორივე მინერალური წყლის გავლენით ჩქარდება ჭრილობების შეხორცება.
დაზიანებული ძვლისა და ნერვული ღეროს აღსადგენი პროცესები. ვინ იცის, რამდენი ავადმყოფი თუნდაც ამ მინერალური წყლით მკურნალობას ვერ ახერხებს.